მოგესალმებით ჩვენ YouTube-ის მაყურებლებო. დღეს გიყვებით ჩემი და ელენეს გაცნობის ისტორიას. მე ვარ პალმარში, დღეს სერფინგის დღე მაქვს. ელენე პანამა-სიტიში დარჩა, თავის საქმეები აქვს. ახალი არხის ვიდეოს წერს, მაგრამ პარალელურად მე მოგიყვებით ჩემ ვერსიას, თუ როგორ ვხედავ და როგორ მახსოვს ის პირველი დღეები, როცა ელენე გავიცანი. და ზოგადად ანუ ეტაპებს სანამ ჩამოვიდოდით და სანამ მოვიდოდით პანამამდე და ელენე მოყვება თავის ვერსიას და ვფიქრობ ამ ისტორიის შემდეგ უეთესად გავიცნობთ იმიტომ რომ რეალურად 18 წლის წინ გავიცანით მე და ელენე ერთმანეთი ეს ჩვენმა პირველმა მეგობარმაც არის ის და ნაცნობმაც ასე რომ ვფიქრობ საინტერესო იქნება გუგა სერფინგზე წავიდა, მე პანამა-სიტიში დავრჩი. ესე ადრე ვერავდგებოდი 7 საათზე, რომ წავყალოდი და თან რაღაც პატარა საქმეები მქონდა და ნახევარი ვიდეო გაატარეთ ჩემთან ერთად და თან მოგიყვებით ჩემებურ ვერსიას მე და გუგას სიყვარულის ისტორიის. ეხლა მოვედი პანამა-სიტიში ფერმერების ბაზარში. ფერმერების ბაზარი არის ყველა უბანში 2-3 წელი და ძალიან იაფია სუპერმარკეტთან შედარებით და რა თქმა უნდა ყველაფერი არის თან ხარისხიანი. ესეც ცოტა რა გაიგოთ პანამა-სიტის შესახებ დაგათვალიერებინოთ რა ხდება რა ფასებია. ძალიან ბევრი ხალხია, მე მეგონა ორშაბათს რადგან მუშაობენ ცოტა ხალხი იქნებოდა, მაგრამ მეშე არა მოჭრა. მე და გუგა ერთმანეთი გავიცანით, თუ გახსოვთ, ადრე იყო Yahoo Messenger-ი. 16 წლის ვიყავით. მე და გუგას შორის არასრული 1 წელია სხვაობა და მოკლედ ამ Yahoo Messenger-ში მომწერა, მაშინ არ იყო საქართველოში, შვედეთში იყო ფეგურთიდან და არაფერი მე ზაფხული მოვიდა და არც გვახსოვდა მე მგონი ერთმანეთი. ყოველ შემთხვევაში მე დიდად არ მიფიქრია მაგ ფაქტზე, რომ Yahoo Messenger-ში ვაპარაკობდით მანამდე და ზაფხულში ჩემს ძალიან ახლო მეგობართან და ნაცვლთან და დედაჩემის დაქალთან, მოკლედ ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელ ოჯახთან წავედით ზაფხულში დასასვენებლად თასანაურში. სასკოლო არდადეგებზე და ვისვენებდი მოკლედ იქ არაფერი. ბავშვები ჩაულებრივად ვერთობოდით, ხან წეში ვუსთამაშობდით, ხან წეში მივდიოდით პიკნიკზე, არაგზე დავდიოდით. და მოკლედ თასანაურში ვინც ხართ ნამყოფები, გეცოდინებათ, რომ საკმაოდ პატარაა, სულ 2 ქუჩაა. და უცბად ვრცელდება ინფორმაცია ხოლმე ვინ ჩამოვიდა. და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაიმე ჩამოვიდა გუგა დასასვენებლად. არ მახსოვს ისე გამიხარდა, არ გამიხარდა. ვიზუალურად ვიცოდი როგორც გამოიყურებოდა და ნუ მაშინაც ძალიან სიმპათიური იყო და მოკლედ არ მახსოვს რა რომ არ მოგატყუოთ გამიხარდა, ავღელდი თუ არ ავღელდი თუ აი ეგ რაღაცები არ მახსოვს. პირველად ანუ დავინახე და პირველი კონტაქტი მოხდა ფასანაურში, როცა ჩამოვედი შვედეთიდან წავედი ეგრევე ფასანაურში და უბრალოდ ფასანაურში მე არ ვიცოდი რომ ელენე ისვენებდა ანუ არც მქონდა მიწერილი ერთი თვით ადრე მქონდა ნალაპარაკები ალბათ ამ მესენჯერში და მორჩა და მოკლედ რა ჩავედი იმ საღამოს მე გავდივარ გარეთ და ნუ ერთ-ერთ წრეზე სეირნობის დროს ხედავ გოგოს პირველად ზურგიდან დავინახე და ნუ ეს ოქროსფერი თმები ლამაზი ტანი, გრძელი ფეხები და ნუ ველოდები რომ მოტრიალდეს, რომ სახე მნიშვნელოვანია, ანუ რომ დავინახო ვინ არის და ვაფშე საიდან გაჩნდა ფასანაურში და აი როგორ ტრიალდება, იცით რომ ალბათ ბევრად ადრე თვითონ შემამჩნია მე და ანუ იცოდა რომ უყურებდი და ზუსტად იცოდა სადაც ტრიალდებოდა და იხედებოდა, აი და ეს წვანე თვალებით რომ გამოანათა და ანუ ეგ კადრი ყველაზე კარგად ეგ კადრი მახსოვს ანუ პირველად რომ დავინახე, ოღონდ მე არ ვიცოდი რომ ეგ ელენე იყო ვისაც უკვე
ველაპარაკებოდი და ვისთანაც ჰქონდა ეს კომუნიკაცია. ელენე ისვენებდა ბაჩისთან თავის ჩვენ ბავშვობის მეგობარია და სალითოფურია იყო კიდე ჩვენი საერთო ბავშვობის მეგობარია ეგეც და მოკლედ გამოვიტანე ბურთი და ბაჩის გარაჟის დაბომბვა დავიწყე რომ ყურადღება მიმექცია ელენე იჯდა და მთელი დღე კითხულობდა წიგნს აივანზე თან ჩანდა ისე ოდნავ რო ჩანს ხო იცი არც იხედებოდა ჩანდა რომ ვიღაც გოგო ზის და წიგნს კითხულობს და მე მოკლედ აქედან ვაწუხებ და გუგა კიდე თამაშობდა ფეხბურთს ქვემოთ და პირდაპირ ამ ჩვენ აივანთან ჭიშკარს რკინის ჭიშკარი იყო ძალიან მაგრამ უტყამდა ამ ბურთს და მეთქი ეს ტუტუცი ვინ არის რომ არ მეცდის წიგნის კითხვას და რაღაცა და ნუ ბავშვურად ყურადღების მიქცევა უნდა და მეც ჯიუტად წიგნის კითხვას ვაგრძელებდი და არ ვიხედებოდი საერთოდ ძალიან ისეთ რაღაცა პოზაში ვიყავი მოკლედ რა ხა და საღამოს მზე რო გადადიოდა ყოველთვის ვსეირნობდით ხოლმე ბავშვები და მაგ საღამოსაც გავედით ასეირნოთ წრეებს ვურტყამდით ფასანაურს და მე რაღაც სკამზე ვიჯერხით და თან ბოდიშით ეს კადრი რომ მოძრაობს მაგრამ უნდა ვიყიდა ხილბოსნეული ხა და ვიჯერხით სკამზე ჩვენი სახლის წინ და გუგა მოვიდა რომ გამარჯობაო შენო ელენე ხარო? ხო და მე ვთხარი კითხო ხო მე გუგა ვარო და ჩვენო ვიცნობთო ერთმანეთსო იაჰუში ვაპარაკავდით და ნუ ძალიან კარგად შედგა ჩვენი კომუნიკაცია და მაშინ გუგას მახსოვს ყავდა გერმანული ავჩალკა რუნი ჯერ ერთი წლისაც არ იყო წავედი რომ გაგვესეირნებინა ეს ძაღლი ნუ იმ საღამოსვე გაირკვა რომ მოგწონდა ერთმანეთი ჩემთვის ყველაზე ისეთი ახალი და საინტერესო ის იყო რომ მალევე ჩემ ცხოვრებაში პირველად შევძელი რომ რაღაც გავხსნილიყავი და აი ეგრევე საუკეთესო მეგობარი გახდა ჩემი ყველაზე ახალი და მომხიბვლელი ჩემთვის იყო მწვანე თვალების და ლამაზი ვიზუალურად ლამაზი გოგოს გარდა ეგრო რაღაცნაირად ყოველ დღე და რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო ვიხსნებოდი ურთიერთობაში და მყავდა ადამიანი რომელთანაც შემეძლო ნებისმიერ თემაზე მელაპარაკა ნებისმიერ რაღაც გამეზიარებინა მოკლედ გამიჩნდა მესაიდუმლე და მეგობარი საუკეთესო რომელსაც ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ნებისმიერ რაღაცას გაუზიარებდი მოკლედ ესე დაიწყო ჩვენი love story ფასანაურის მთებში ახლა ვიყიდი მარაკუიას ხილს და რაღაცებს თან გეტყვით რა დამიჯდება ყველაფერი ძალიან იაფია აი ეს 80 ცენტი ღირს ახლა რომ წარმოიდგინე ვიყავით 16 წლის ახლა ვართ 34 წლის აი ამხელა ესე ვთქვათ ისტორია აქვს ჩვენს ურთიერთობას აი ესეთი ყუთი გამოგვივიდა და გადავიხადა $43 თან გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთი როგორ არის dragon fruit-ი ცოტა ძვირიანი ხილი ვიყიდა და არის ერთი კვირის მარაგი და პანამაში არის ეროვნული ვალუტა დოლარში ანუ ხალხს აქვს დოლარში შემოსავალი შემთხვევით ისე აღმოჩნდა რომ პიტნის მაგივრად მიყიდია რეჰანი, რომელსაც ისეთი შეუდარებელი სუნი აქვს, გამახსენა ბავშვობა, რებია ჩემის გაკეთებული სალათა და გადავწყვიტე, რომ აღარ მინდა ვეგანურ კაფეში წასვლა, მივიღე ნიშნად, რომ სახლში უნდა მოვამზადო საჭმელი და თან სიმკვიდროვეა და მგონია, რომ უფრო მშვიდად და ისე მოვყვები მე და გუგას ამბავსაც. ეს არის მოკლედ ქოქო რომელიც აი აქედან უნდა წესით გაიხსნას მოგემრიელესია ამას შეხედეთ წინ ვინ მიწევს ნახეთ უცად თამაშებს ახლა რა უნდა მოთამაშოს მაქსიმუმს გეძინება მიესალმე მე და გუგას გამოვწერებ ჩინი პოდერები მოკლედ 17 წლის თავზე აი ესე არსაიდან ამეკვია და უცბად
ვიფიქრი გუგაზე, რომ ნეტა რა შვება, ნეტა როგორ არის და არანაირი სოციალური ქსელი არ მქონდა, ოღონდ 2012 წლიდან დაწყებული 2023 წლის ჩათვლით, სანამ remote bis არ გავაკეთებდით და სიმართლე რომ გითხრათ, აპლიკაციაც არ მქონდა ტელეფონში, ეს fake და რაღაცა და ანუ საერთოდ არ ვიყენებდი სოციალურ მედიას არც ერთს და ნუ არ ვიცოდი როგორ გამეგო რა შვება და უბრალოდ ჩემ ბავშვობის მეგობარს და უკვე ჩვენს მეჯვარეს ანოს კითხე ნეტა ხო არ იცი რა შვება თქვა და არ ვიცი იმან შეიძლება დაახლოებით პასუხი გამცა არ მახსოვს სიტყვაზე ესეთი რომ მე მგონი საქართველოში აი რაღაცა ესეთი არაფერი ისე ვილაპარაკეთ ბავშვობა გავიხსენეთ და ამაზე დამთავრდა ყველაფერი და სადღაც შეიძლება აი ერთი კვირაც არ იყო გასული მე და ანამ რომ ამ თემაზე ვილაპარაკეთ და ანი მირეკავს ვირილით რა ნამდვილი ჯადოქარი ხარო ესე იგია ეხა გუგამ მომწერა და რა ვიცი საუკუნეო არ მოუწერიაო ინსტაგრამზეო ჩემგან იცნობდნენ ერთმანეთს და მომწერა რომ როგორ ხარო რაღაცა ელენე ხო არ იცი რა შვებაო და შენი ნომერი მკითხავ პირველი დღეები იყო რომ ანუ მომწერა ნომერი და ანუ 1-2 მქონდა მანამდე ლაპარაკები და ველოდებოდი უნდა დაერეკა დამირეკა და ნუკა მეკითხება ვის ლაპარაკებიო მეთქი ელენეს და ნუ ელენე პროსტა სახელმა არ დააკმაყოფილა და გვარი რო უთხარი აი ისეთი გაკვირვებული სახე ქონდა წარმოიდგინეთ ბოლოს 15 წლის წინ და ელენე და მაგრამ სახეზე შეეტყვა რომ დადებითად გაკვირვებული სახე ქონდა იმიტომ რომ ნუ ახსოვდა ჩვენი ურთიერთობა როგორი იყო ზოგადად მე როგორი ვიყავი ანუ მაგ პერიოდში ალბათ პიკზე ვიყავი კარიერაში ჩემი ფორმის და ნუ დისციპლინირებული და ნუ მოკლედ ყველაფერი კარგი გაახსენდა სავარაუდოდ და ნუ კანო ჩაგეძიება რას მაინც მათქმევინა გვარი მოკლედ და კაცები დამეთანხმებით ალბათ რომ დისან დედისან ანუ ძალიან მოქმედებს კაცზე ზოგადად რომ როგორ რომელიც მოგწონს ან გიყვარს დამოკიდებულება დედის ან დის ოჯახის წევრი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ან შეიძლება კაცმა ნუ იქ არ გაითვალისწინო იმ მომენტში დედის და დის აზრი მაგრამ საბოლოო ჯამში თუ არ არის კარგი დამოკიდებულება საბოლოო ჯამში უეჭველი აისახება მაგ ურთიერთობაზე. ცოტა უცნაური შეგრძნება იყო. 17 წლის მერე იმ ადამიანთან ლაპარაკი ვინც ჩემი პირველი შეყვარებული იყო. ბევრი ემოცია მქონდა ერთად. აღტაცება, სიხარული, წყენა, იმედგაცრუება, ნაკრები მოკლედ. ვერ ვიტყვი რა მარტო კარგი ემოციები იყო და რაღაცნაირად შევთანხმდით ნახვაზე რა თქმა უნდა ორივე სული იყო ჩემი ძალიან დიდი სულიც იყო თუნდაც იმ გადმოსახედიდან რომ ეს აი 17 წლის მერე რატო გამახსენდა ეს ადამიანი და რატო იყო რომ ჩემი ესე ვთქვათ ტვინი ხშირად მახსენებდა მას ჩვენი შეხვედრიდან ძალიან მალევე გადავწყვიტეთ რომ გვინდა რომ კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი ჩვენს ურთიერთობას და ჩვენს თავებს და რაღაცნაირად თითქოს გაზრდილები ვიყავით და უფრო ჩამოყალიბებულები ვიყავით რა გვინდა და ერთმანეთისგან ამ ურთიერთობისგან და ნუ ვთვლი რომ ორივემ გავისწრეთ. ელენეს ათხოვა კესამ თავისმა დაქალმა მანქანა რომელიც ოღონდ კარტინგია ანუ მანქანა შეურაცხყოფას რატო ვაყენებ გვიყვარს ეგ მანქანა და მაგ ამინდისთვის ეგ მანქანა არ იყო რა იმიტომ რომ ნუ რაჭაში გეგმავდით წასვლას და მოკლედ რო ჩავედით ფასანაურში ჩემი სიძე გამოვიდა სანამ გავიდოდით თბილისში უკვე თბილისში ვაპირებთ მე და ელენე წასვლას და ამ მანქანითო ჯერ ნუ გაუკვირდა რომ ვაფშე ჩავახციეთ ფასანაურამდე და ამ მანქანითო მოკრა ყური რომ რაღაცა რაჭა და რაღაცას გეგმავდით და
ეუში რაჭაში წასვლაო არც იფიქროთო, ანუ ამანქანი თორე შეხედა საბურავებს და ანუ მანქანას და მოკლედ რომ გადავხედეთ მე და ერთმანეთს ეხლა ნაღდათ არ გავრისკავდით ეგრე მანქანა შოქში იყო, ანუ სად მიყავართ, არ უნდა და თვითონ მანქანას დამოსვლა. და მოკლედ ხო წვიმაში, თოლში ჩავაღწიეთ იმოდიონდე. და ნუ მე დავიწყარი მოგზაურობა იყო სამუდამოდ ჩვენ გულებში დარჩა რაჭა. გამოვედი სახლიდან, მოვედი El Hombre de la Mancha-ში, რომელიც არის წიგნების მაღაზია და კაფე. მოლში ვარ ნამყოფი აქ, მაგრამ ეს ჩვენ უბანშია და არ ვარ ნამყოფი. კაფე არა აქვს თან მოლში და როგორც ვიცი, აქ უფრო დიდი არჩევანია წიგნების და მოკლედ მე და გუგას ფინალსაც მოგიყვებით აქ. აი ესეთი საყვარელი ადგილია. საკმაოდ ყუდროა, როგორც ჩანს წიგნების წესე. Buenas, ¿cómo estás? აი ეს საყვარელი დასაჯდომებია და წიგნები მარტო არის ესპანურად, არა და სხვა ფილიალში ინგლისურადაც არის. მე ესპანური არ ვიცი, ამიტომ მაჩას დავდევ, მომიტანენ მაჩას და ჩვენი ამბავით გაგრძელდება. საქართველოში დაახლოებით 2-3 თვე ვიყავით, მე და გუგა შეყვარებულები, ჩვენი 17 წლიანი პაუზის მერე. და ამ დროისთვის უკვე მიღებული მქონდა სამსახურიდან ოფერი პანამაში გადმოსვლასთან დაკავშირებით. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან არც მიფიქრია, რომ აქ შეიძლება და წამოსულიყავი საცხოვრებლად, მით უმეტეს თავიდან მარტო მოიაზრებოდა, იმიტომ რომ შორს იყო და ჩემი წარმოდგენები პანამაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არც თუ ისე კარგი იყო, მაგრამ ნუ იყო რა ეს ოფერი, რაღაც ყრუდ მაინც განვიხილავდი და მე უკვე მე და გუგამ როცა დავიწყეთ ურთიერთობა, უთხარი რომ აი ესეთი და ესეთი შეთავაზებაა და ნუ მოვიფიქროთ ერთად იქნებ შენთვის საინტერესო იყოს თან. რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ საქართველოში რომ დარჩენილიყავით, ცოტა უფრო რთული იქნებოდა ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი ვიდრე აქ და მოკლედ ერთად გადავწყვიტეთ, ჩაუჭექით YouTube-ზე ვიდეოებს, რომელიც არც თუ ისე ბევრი იყო იმ დროისთვის პანამის შესახებ და რაღაც მოგვეწონა აქ სულ ზაფხულის კლიმატი და სუბტროპიკების სიმწვანე ჯუნგლები ნამდვილად უცხო იყო ჩვენთვის და ორივემ გადავწყვიტეთ ერთად წამოსვლა და იქიდან უკვე 3 წელია, რაც აქ ვართ, თითქმის 3 წელია და ძალიან მოგწონთ აქაურობა, მადლიერები ვართ, რომ ცხოვრება მოგწე შესაძლებლობა აქ წამოსულიყავით და რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მადლიერები ვართ იმისი, რომ ამდენი წლის მერე ჩვენი ესეთი პირველი სიყვარული, მოკლედ ისევ გაერთიანდა და თურმე მაშინ რაღაც სწორად გვიპოვნია ერთმანეთი უბრალოდ არც თუ ისე კარგ დროს. ხო და პანამაში რომ ჩამოვედით პირველი 2-3 თვე ერთობოდით თავიდან და არც გვეცალა იმისთვის რომ რაღაცა არ არსებობდა სირთულე. მერე უკვე დავიწყეთ ნელ-ნელა საქმეზე გადავერთეთ, იქ ბიზნესი, იქ რესტორანზე დავიწყე მუშაობა, ელენე უფრო აქტიურად დაიწყო იმ თავის ამ ამერიკელების კომპანიის პროექტზე მუშაობა და მერე უკვე დაიწყო ურთიერთობაშიც რაღაც სირთულეები ქონა პირველ წელს, მერე დაემატა კოლუმბიელი და ვენესუელელი და მილიონი ბარიერი იყო სანამ რესტორანს გავხსნით და მივიდოდით იქამდე რომ გაიხსნა, მერე გახსნის, მერე იყო კიდევ უკვე მარკეტინგის და სხვა იმართულებებით, სხვა დაბრკოლებები და ძალიან რთული წელი იყო პირველ წელს, მაგრამ აი პირველი წლის მერე ჩვენი ურთიერთობაც და ესე ცალკე აღებული გუგაც და ელენეც მარტო ვითარდებით და სწორი მიმართულებით ვითარდებით და უძლიერდებით და აი ძალიან ყოველდღე უფრო ვრწმუნდები რომ პანამა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩვენი ურთიერთობისთვისაც და ესა ცალკე აღებული იმებისთვის, ან ცალკე აღებული ელენე, ცალკე აღებული გუგასთვისაც
აი ეს არის ჩვენი სიყვარულის ამბავი. ძალიან გვინდა და მოგვეყოლა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველა სიყვარულის ისტორია არის თავისებურად ძალიან განსაკუთრებული და განსხვავებული და ჩვენს გონია რომ ჩვენი სიყვარულის ისტორია არის ესეთი და გვინდოდა რომ ჩვენს მაყურებელს ეს ცოდნა ჩვენ შესახებ, რადგან პანამიდან საქართველოში ან ზოგადად სხვა ქვეყნებშიც ქართველებთან არ გვაქვს საშუალება, რომ ესე პირადად და პირდაპირ ვიკონტაქტოთ და სულ ეს არის. დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ საინტერესო იყო თქვენთვის, იმიტომ რომ კიდევ ბევრი ამბები გვაქვს მოსაყოლი და შეიძლება რომ ხანდახან ვიდეოებში გავაერთიანოთ ხოლმე ჩვენი ამბების მოყოლა დროებით.